მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ვიდეოში გიჩვენებთ როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სახლის ნიღბები. ეს ნიღბები არის შავი წერტილების მოსაშორებლად, ასევე სახის გასაწყვეტად. პირველ რიგში სანამ სახლის ნიღაბს გავიკეთებთ, შეგიძლიათ აადუღოთ წყალი, თავზე გადაიფაროთ პირსახოცი და ისუნთქოთ ორთქლივ, იმისთვის რომ ფორები გაიხსნას. მე პირადად ეგ მეთოდი არ მიყვარს, ამიტომაც მირჩევნია რომ სახე ცხელი წყლით რამოდენიმე წუთის განმავლობაში დავისვერო. შემდეგ სუფთა პირსახოცი ან ესეთი პატარა ნაჭერი დავასვერო ცხელი წყლით და ვიდო ესე პირზე, ნიკაპზე გაჩენს, სადაც კიდევ ფორების გახსნა. ეხლა გიჩვენებთ როგორ გავამზადოთ პირველ ნიღაბი. პატარა ღრმათებში შეაურიოთ 2 ჩაის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, და 3 ჩაის კოვზი რძე. ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში და თუ ნიღაბი მშრალი მოგეჩვენათ, შეგიძლიათ ცოტა რძე კიდევ დაამატოთ. ბრტყელი ტონალური სპონჯით გადავინაწილოთ ახალი დამზადებული ნიღაბის სახეზე. ნიღაბის სახეზე გაშრობამდე დაიტოვებთ. ამასობაში 1 კაპუჩინოს დალევასაც მოასწრებთ და რომ შეამჩნევთ რომ ნიღაბი კარგად გაშრა, შეგიძლიათ სახე ნერთვილი წყალით ჩამოივანოთ. ეს იყო კურკუმას ნიღაბი. სახეც რომ ჩამოივანთ ამ ნიღაბის შემდეგ შეიძლება სახე ცოტა ესეთ მოყვითალო ფერში დაგჭერთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ამიტომაც გირჩევთ ამ ნიღაბის გაკეთებას უფრო საღამოს ან ისეთ დღეს, როდესაც გარეთ არ აპირებთ გასვლას. კურკუმა არის ისეთი სუნელი, რომელიც პასტაცმას რომ ჩააჯდება, ვეღარ გააშორებთ. ამიტომაც სახის გამშრალებას გირჩევთ ისეთ პირსახოცით, რომელიც არ დაგენანებათ ან სულად საფეთქით. გადავიდეთ მეორე სახის ნიღაბზე. ამ ნიღაბისთვის დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი რძე, და 1 სუფრის კოვზი ფხვიერი ჟელატინი. კარგად აურიოთ და გავაცხელოთ 15 წამის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ გამოვიღოთ, აურიოთ კიდევ, ვაცადოთ ოდნავ შეგრილება რომ სახე არ დავიწვათ და მალევე წავისვათ სახეზე, რადგან ძალიან მალე შრება და წასმა გაგიჭირდებათ. ეს შავი წერტილების მოსაშორებელი ნიღაბია და ამიტომაც მარტო ცხვირზე და ნიკაპზე გირჩევთ რომ წაისვათ. როცა შეამჩნევთ რომ ნიღაბი სულ მშრალია, შეგიძლიათ ნელა-ნელა აიძროთ. მესამე ნიღაბის დასამზადებლად გვჭირდება 1 კვერცხის ცილა და სალფეტკი. ოდნავ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა
გავყოთ სალფეთქი ორად. წავისვათ კვერცხისცილა ცხვირზე და პირველი ფენა სალფეთქი დავიდოთ. შემდეგ კიდევ წავისვათ კვერცხისცილა, მეორე ფენა სალფეთქი დავიმატოთ, დავასრულოთ კვერცხისცილის ბოლო წასმით და დაველოდოთ გაშრობას. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, შეგიძლიათ უცებ ან ნელა-ნელა აიძროთ. ნიღბების გაკეთებას რომ მორჩებით, ფორების შესავიწროვებლად შეგიძლიათ სახე ცივი წყლით ჩამოიბანოთ ან ყინულით წაისვათ სახეზე. სახე გავიმშრალოთ და დავასრულოთ მკვლევავით. ეს იყო დღევანდელი ვიდეო. ამ ვიდეოში გიჩვენებთ როგორ გავიკეთოთ სახლის პირობებში სამი სახის ნიღაბი. ამ ნიღაბების ზედიზედ გაკეთებას არ გირჩევთ, როგორც მე ამ ვიდეოში გავაკეთე. რაც შეეხება კურკუმას ნიღაბს, შეგიძლიათ კვირაში ორჯერ ან სამჯერ გაიკეთოთ, რადგან ძალიან კარგია სახისთვის. შავი წერტილების მოსაშორებელი ნიღაბები კი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაიკეთოთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ და გაიზიაროთ, ასევე გვერდი გამოიწეროთ. მოკი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. Bye bye!